კომპანია SKOS-ი მწვანე ინჟინერიის საწარმოა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებით მზადდება ხარისხიანი, ეკონომიური ენერგოეფექტური ღუმელები. მე ზაალ ხელაძე ვარ, კომპანია SKOS-ის მწვანე ინჟინერიის ცენტრის ხელმძღვანელი. თავაზობთ ჩვენი ინჟინერებისა და ოსტატების მიერ შექმნილი მაღალხარისხიანი ენერგოეფექტური სერტიფიცირებული ღუმელების ფართო არჩევანს. SKOS-ის ღუმელები ერთმანეთისგან განსხვავდება დამატებითი ფუნქციებით. ცხობა, კერძების მომზადება. გარკვეული მოდელების შემთხვევაში შესაძლებელია გათბობის არსებულ სისტემასთან მიერთება. მისი შეძენით მნიშვნელოვნად დაზოგავთ თქვენი ოჯახის გათბობის ხარჯებს, გამძლეობისა და შეშის ნაკლები მოხმარების ხარჯზე. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების პროგრამით. ღუმელი მრავალი წლის განმავლობაში საიმედოდ მოგემსახურებათ, რადგან წვის კამერა დამზადებულია სქელი, 6 მმ-იანი ლითონით, ცეცხლგამძლე და ანტიკოროზიული მასალებით. თქვენ ყიდულობთ სერტიფიცირებულ, ენერგოეფექტურ და ეკონომიურ ღუმელს, რომელიც შექმნილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მე ვარ ნინო აფხაზავა, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგზიანიდან. ეს ღუმელი შევიძინე SKOS-ში და ამ მოდელს ქვია New Economy. ეს იმდენად ათფობს ჩემს ოთახს, ჩემს ოჯახს და სწრაფად ხდება ყველანაირი პროდუქტის მომზადება. ძალიან კმაყოფილი ვარ და დამატებით ღუმელს აქვს ბუნკერი, რომლის საშუალებითაც შემიძლია თხილის ნაჭუჭის ჩაყრა და ცეცხლის დამთება. ძალიან მინდა რომ ჩემი სახით უბრალოდ მოტივაციას მივცემ ნებისმიერ დიასახლის რომ შეიძინონ ეს იმდენად კარგი და კომფორტული არის SKOS-ის ღუმელები. გარდა ამისა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამა წამოგვეშველა და ღუმელის გარკვეული ნაწილის თანხა დაგვიფინანსა. შესაძენად მობრძანდით ჩვენ საწარმოში. დუშეთი, ჩანადირთკარი, 17 შინდისელის ქუჩა 104. ან დაგვიკავშირდით 595 54 50 56. SKOS-ის ენერგოეფექტური ღუმელი. შეიტანესით ოჯახში, დაზოგე შენი ოჯახის ბიუჯეტი და გაუფრთხილდი შენი ქვეყნის ბუნებას. სიტყვა ყველას. სოციალური პროექტის განხორციელება SKOS-მა საქართველოს ბიომასის ასოციაციასთან ერთად დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოს დაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური სარგებლის უზრუნველყოფის და ყოფის გაუმჯობესების მიზნით განახლებადი და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების ხელშეწყობა, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ენერგოეფექტიანი ღუმელების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს. დაიცავი გარემო და ადამიანები, ჩაერთე ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების სოციალურ აქციაში. შეცვალე ძველი ახალით.
ანთებიდან 5 წუთში საკმარისი არის, რომ ოთახში ძალიან დიდი ტემპერატურაა უკვე. მალე ათბობს ის ძველი ფეჩი, სანამ გახურდებოდა, სანამ სითბო შეინარჩუნებდა, რაღაც გარკვეული პერიოდი სჭირდებოდა, ალბათ 9 საათზე მეტი კიდე და. ეხლა ეს მეტად უსაფრთხოც არის, იქიდან ცვიოდა, შეიძლება ნაკვეთშხალი გადმოვარდნილი იყო და მთლად ისე ბავშვთან ეხა ვერ ვიყავით იმდენად სანდოთ და მთელი ღამის განმავლობაში გვინთია რომ თბილად ვიყოთ. შეშის მოხმარება უფრო მეტი წვა შეგვიძლია რომ მივცეთ და ოთახში განსაკუთრებული სიმხურვალე იქნება თუ დაუშვათ აი ძალიან ცივა. მაგრამ შეგვიძლია ნაკლებ წვაზე დავაყენოთ და იმ წინა ფეჩთან შედარებით უფრო ის არის ეკონომიურია რა თქმა უნდა. ძალიან კარგად დაწყობს, ძალიან მალე და ძალიან კომფორტულიც არის. ზევითაც შეგიძლიათ ჩვეულებრივად საჭმელი გააკეთოთ. ტემპერატურის დაჭერა უნდა. თუ ტემპერატურას დაიჭერა, არც მეტი სიმხურვალი არ უნდა, არც ნაკლები სიმხურვალი არ უნდა. ფირფიტებსაც ხაჭაპურის გამოვაწყდეთ. კარტოფილიც აქვს შემწვარი. თობიოც აქვს მუხარშული გზევიდან ასახდელი ისენი აქვს ფირფიტები, რომლებიც ეხება ძალიან პრაქტიკული არის და სწრაფ დროში აკეთებს ყველაფერს. არის და ენერგიის მუდმივობის კანონი მუშაობდეს უნდა ისე, როგორც ეს არის ბუნებაში. ანუ არაფერი ახალი არ უნდა წარმოიქმნებოდეს. ჩვენ ვარ შეკრულ სამყაროში, ოზონის ფენა და ატმოსფერო ჩვენ ბრავს, ასე ვთქვათ, დედამიწას, როგორც ასეც ერთლიას და ჩვენც უნდა ვიტრიალოთ ეკონომიკურად, ჩვენი მატერიალური ფასეულობის წარმოქმნით უნდა ვიტრიალოთ ცირკულარულად, რა. ანუ ესე იგი ეს ცირკულარი ნახეთ თუ დაგმოვალი იყო არა აქ ეს ამბობს ესეთ რაღაცას რომ ცირკულარი ეკონომიკის ბაზისი რა არის რომ გადამუშავება შექმნა გამოყენება ხელახალი გამოყენება გადაკეთება და ისევ გადამუშავება ანუ რეალურად ჩვენ უნდა ვიყოთ უნარჩენო წარმოება და ეს უნარჩენო როგორ უნდა მივახციოთ აი ამას რამდენადაც ჩვენ სწორად მივახციოთ ჩვენ საკუთარ ბიზნესებში მნიშვნელობა არა აქ ეს იქნება თქვა სუმართ მასპინძობის ბიზნესი, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ხორეკალის ბიზნესი, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება საწარმოო, რომელიც საწარმოებს ან აშენებს. Ნიშნობა ყველამ უნდა გავუწოთ ეს პრინციპები და როგორ უნდა განახორციელოთ ეს? მე შევეცდები ამის აღსტას თქვენთვის ძალიან ბევრს გვსმენია ბოლში სიტყვა ენერგოეფექტიანობა და სულ ყოველთვის ანუ შენ გახდეთ იმაზე, ვიცით როგორ წარმოიქმნა დედამიწა, ვიცით რამდენი დიდი პერიოდი დაგვიდა იმისთვის, რომ დედამიწა დღევანდელ მდგომარეობამდე მოგვეყვანა, ვიცით რა არის ფაქტორი მთავარი, რომელიც განსაზღვრავს დედამიწის ოზონის ფენა, რომელიც აი რადიაციას მცირებს და ისიც ვიცით უკვე თუ რა მოყვა გლობალური დათბობა, ხო? ეხლა ჩვენი ამოცანაა და ისიც ვიცით რომ ჩვენ ოფაცხოვრება ჩვენი ინდუსტრიული ჩვენი საწარმოო ჩვენი ბიზნესებით არა თუ ჩვენ მივუყვებით დაბმავალ ეკონომიკურ ანუ წარმოება ეკონომიკური აქტიურობები ჩვენი თუ ვიდის ფილა და დაბმავალ წრეებით ის ამით ჩვენ ვდებით და თუ ვიმდივართ ცირკულარულ წრეზე ამით ჩვენ სწორდაზე ძალიან ხშირად გულში გვეშვის ჩვენ სიტყვა ენერგოეფექტიანობა და ყოველთვის ძალიან ჩვენ გონია ენერგოეფექტიანობა არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ჩვენ ეფექტურად ეკონომიურად ვიწყოთ. კი, რა თქმა უნდა, ეს არის ეს. სწორედ ეს არის მისი ბაზისი ენერგოეფექტიანობის, მაგრამ ენერგოეფექტიანობაც არის ცირკულარული ეკონომიკის ნაწილი. რატომ?
ჩვენ უკვე გურიაში ვართ, ჩოხატაურში, გუშინ ვიყავით ოზურგეთში, მოვიარეთ ახლა მივგზავრებით ლანჩხუთში, გავაცანით ენერგოეფექტიანი ღუმელების სიკეთე ადგილობრივ მოსახლეობას, ჰქონდა დისკუსიები, ვისაუბრეთ მის დადებით თვისებებზე, ვისაუბრეთ პროექტის წარმოთვის მეთოდოლოგიებზე, განვიხილავთ ღუმელების მიწოდების ტექნოლოგიებს, სოციალურ პროგრამას, დავიწყეთ უკვე სხვადასხვა მიმართულებით ფიქრი, როგორ მოვახერხოთ აი ამ ღუმელების სადისტრიბუციო ცენტრების ორგანიზება, ასე რომ ძალიან დიდი სამუშაოები გვევლის აქ ჩვენ გურიაში. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის მწვანე გურია ფარგლებში, რომელსაც სენი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ჩვენ შესაძლებლობა გქონდა დაინტერესებული ადამიანებისთვის გაგვეცნო მწვანე ტექნოლოგიები გარემოს დაცვის მიმართულებით და ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს და ის დადებითი ეფექტი გარემოზე, რომელსაც იწვევს აი ამ მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება. ჩვენ 3 დღის განმავლობაში ჩავატარეთ ტრეინინგები ამ მიმართულებით და ასევე SOS-ის მწვანე ტექნოლოგიების ცენტრის დამფუძნებელ ბატონ ზალხელაძესთან ერთად ჩვენ შესაძლებლობა გქონდა წარმოგვედგინა ენერგოეფექტიანი ღუმელები, სადაც მოსახლეობას დეტალურად ავუხსენით ის დადებითი ეფექტი, რომელიც შეიძლება მოახდინოს გარემოზე ამ ღუმელების გამოყენებამ. კონკრეტულად ჩვენი პროექტის ფარგლებში გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, მწვანე ტექნოლოგიების გამოყენება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მუშაობას, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და სხვადასხვა კონკრეტული პროექტების განხორციელებას.